დილა იდეალურად დაიწყო. სახის კრემით გავიხეხე კბილები. რა სახის კრემით გაიხეხე, გოგო? გამოსწერდი შენსო. არა, უბრალოდ გაბრუებული ვარ. უკანა კბილი მткиვა და ტვინში მირტყავს ეგრევე. ისე კი გამიყვუჩი ცოტა იმ სახის კრემა. ესე იგი, ეს კბილები ჩემი შვილების პრობლემაა რა. რა ვიცი, ვის დაემგვარეთ მე და მე ვარ და კარგი კბილები მაქვს. მამა თქვენია და რა ვიცი, ახლა რასაც ვერ დაუკარგავ, კარგი კბილები გქონდა და ერთი ხუმრობები იწოდა უკბილო. ლია დეიდა მიდეკავს. აუ, შენც გიდეკავდა უეჭვილი და მიგდებული გაქვს ისევ ტელეფონი. ხო, ლია დეიდა. ნიურის კბილიც გვაქვს და მткиვანი კბილიც, შენ რომელი გინდა? ნიური ხო გვაქვს. ვაიმე, დავძებნი ახლა. უთხარი, მაინც გადმოვიდეს, ყავა არ დამილევია. ლია, გადმოდი. ომერიკო სკოლაში არ წავიდე დღეს? არა, სკოლაში გამორთულა გათბობა. მასწავლებელმა დაგვირეკა, რომ არ გამოუშვათ ბავშვებიო და ძინავს ახლა არ იხმაურო იცოდე. ინგა. მოდი ლია, მოდი აქეთა ვართ. დასანიშნისად ვართ. ანასტასია იკბილი რო გტკივა დურიმე შხანი მოგიტანა და ეს გიშველის. აუ, ეს არის ადამიანს რო კლავს? ვერ მივიყარები გამორიცხულია. ხო ბებო. შენ რა იცი რო კბილი მტკივა? აზიარა ვარ. ინგა ბრტყელტუჩა გვაქვს? ფეგდა თავისი ძველმოდური მეთოდები კიდე რა. ბავშვობაში კაცო 4 კბილი ბრტყელტუჩათი ამომიყო. 2 კარებზე აქვს გამობმული და ისე მაქვს გამოღებული და ვერცე კიდე სპეციალურად გამხმარი პური მომცავი. შეჭამეო და როჭავკიჩო ჩამომძრა თავისით. ჩემ ქმარსაც სანამ გარდაიცვლებოდა იმ დღეს კბილი ტკიოდა. იძახდა იქნება გამიყვუჩდესო და მე მთლიანად გაყვუჩდა.